თქმა უნდა, ეს არის ტერორის ერთ-ერთი ფორმა, ამასთან დაკავშირებით ანგარიშში არის საუბარი, როდესაც არა მარტო კანონმდებლობა გაუარესდა, არამედ ეს მუქარები, რომელიც საჯაროდ გაცხადებული პოზიციები, მათ შორის კალაძის, სხვა ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლების მხრიდან რომ მოხდებოდა საჯარო სამსახურის წმენდა, ეს მიანიშნებდა იმას, რომ ეს რეპრესიები დაიწყებოდა საჯარო სამსახურებში და დაიწყო კიდევაც ამის გამოვლინება იყო პირველი ის, რომ საკანონმდებლო ბაზა ამისთვის მომზადდა, იგულისხმება რეორგანიზაციის გამარტივება, ასევე იგულისხმება ის, რომ შუალედური რგოლის მენეჯერები აღარ ითვლებიან საჯარო მოხელეებად და მათზე ვრცელდება სხვა რეგულაციები, ადმინისტრაციული ხელშეკრულების პრაქტიკა, რომელიც ჯერ არ არის ეს ცვლილებები ამოქმედებული, თუმცა სამომავლოდ, როდესაც ის ამოქმედდება, ეს ძალიან დიდი საფრთხეა იმისა, რომ საჯარო სამსახური მთლიანად დაიმორჩილოს პოლიტიკურმა გავლენამ, ამ შემთხვევაში ქართულმა ოცნებამ და შეეცადოს იმას, რომ იქ ჩაახშოს ყველანაირი კრიტიკული და განსხვავებული აზრი. ეს არის ამისკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პრაქტიკაშიც უკვე აისახა არა ამ კანონის ამოქმედებით, არამედ არსებული კანონების გამოყენებით ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებაში.